საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო მაინც ის არის თუ რატომ დავხვდით ამ ტიპის კომენტარის მოცემაზე და ამ შინაარსის, რომელიც იცით თქვენს რომ საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში თქვენთვის როგორც ადამიანისთვის. უნდა დამთავრდეს ესეთი რაღაცა ადამიანების მიერ ბედის გადაწყვეტა. აი ხა გამოგონილი კადრებიდან გამომდინარე ეს არ არის და პიროვნებას როგორც მე პიროვნებას არანაირი ინტერესი ვინმეს მიმართ არ მომოძრავებს. უბრალოდ ეს არის ფაქტი, რომელიც ასე თუ ისე რაღაც გარემოების ხედვაში მოხდა ჩემის მხრიდან და ჩავთვალე აი ამაზე ატამეხუჭა თვალი. აპირებთ თუ არა ქვეყანაში გაჩერებას? ამ კონკრეტული მომენტისთვის არა. და თუ დაბრუნდებით ეს? აუცილებლად აქვს ცხოვრობს სამეგობრო მყავს და წრემა აქვს. ჩემი სადაც ცხოვრობ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებით ვაპირებ ცხოვრებას. ოღონდ ამ სისტემაში არა. უბრალოდ ვერ წარმოუდგენია რა ვალი აქვს საქართველოს და კერძოდ ამ ქვეყანას ამ ადამიანების მიმართ რომ ესეც სამსახურში უდგან, თორემ ამათთვის პიროვნების გაქრობა და როგორც პიროვნების ინდივიდის არსებობა პრობლემას არ წარმოადგენს. შეიძლება იყოს, შეიძლება ხვადილით აღარ იყოს, თუმად დაჭირდათ. რუცუბიძის პლატო მეოთხე მიკრორაიონი, კორპუსი 13. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტი. უცნაურია, თუმცა ამ ორ შენობას დიდი სამეზობლო აერთიანებს. სანდრო გირგულიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები და კუდის ყოფილი თანამშრომლები მიხეილ ბიბილურიძე, გია ალანია, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე მეზობლები და ყოფილი თანამშრომლები არიან. თუმცა ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი თანამშრომლობის წარსულში მოხსენება, რადგან ჩვენს ხელთ არსებული ფოტომასალის თანახმად ირკვევა, რომ თოფურიძე ეგრეთ წოდებულ პატიმრებს ხშირად სტუმრობს. მობილური ტელეფონით გადაღებულ ამ კადრზე ჩანს სოსო თოფურიძე, რომლის ამოცნობაც მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური გარეგნობით რთული არ არის. აცხადებს მაესტროს წყარო. ბატონი სოსო არ ბრძანდება მხოლოდ ერთ-ერთი სტუმარი აღნიშნულდანი დაწესებულებაში და ბატონ სოსოს კონკრეტულად პიროვნებების მიმართ, ვინც იქ არიან დაკავებულები ამ მომენტისათვის აკავშირებს წლების წინ ურთიერთობა, რომელიც გამომდინარეობს იქედან, რომ ცხოვრობდნენ ერთ საცხოვრებელ ბინაში, კორპუსში კონკრეტულად. ცნობილ სტუმრებს შორის, როგორც ეს პიროვნება აცხადებს, არიან ბაჩო ახალაია და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც ასევე წყაროს ინფორმაციით კუდის მაღალჩინოსნის ორჯონიკიძის ახლუნათესავია. საზოგადოება ამ ხალხს თვლის როგორც მსჯავრდებულს, ეს ხალხი მსჯავრდებულები არ არიან, ეს ხალხი არიან ჩვეულებრივ სამსახურში. პროფკავშირების თავმჯდომარე, რომელიც არის ერთ-ერთი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანის ნათესავი. თუ არ ვცდები ორჯონიკიძის. გადაღებულ ვიდეოფირზე აშკარად ჩანს, რომ მსჯავრდებულები მთელი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვეუწყებების თანამშრომლების მიღება გასტუმრებას უნდებიან. ამბობს ჩვენი რესპონდენტი. უარს არ ამბობენ მობილური ტელეფონით სარგებლობაზე ეს მაშინ, როდესაც მობილური ტელეფონის მოხმარებაზე ჩვეულებრივი მსჯავრდებულებისთვის სასჯელი პირველ ჯერზე 3 წლამდეა. ეს ადამიანები ციხის ეზოშიც თავისუფლად მოძრაობენ და მობილურიც მათი ყოველდღიური მოხმარების საგანია. კადრებშიც ისიც კარგად ჩანს, თუ როგორ უდევს ერთ-ერთი სტუმარი გირგულიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ ალექსანდრე ხაჭავას შავ პარკში გაურკვევალ საგანს. ესენი არ არის ამჟავდებულები, იმიტომ რომ დღის რაღაც გარკვეულ მონაკვეთში იმყოფებიან იქ. ხდება შეხვედრები ჩვეულებრივი, როგორც მნიშვნელობა არ აქვს საბურთალოზე მიხვალთ შენობაში საქმის გადასაწყვეტად თუ ავჯალაში. ფიზიკურად უბრალოდ დღის განმავლობაში ხალხი იმყოფება იქ, დანარჩენი უკვე ჩვეულებრივ ხდება ისე, როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ. გადაწყვეტილებები უშუალოდ შეიძლება იქ არ მიიღებოდა, მაგრამ კონკრეტული დავალებები მიდიოდა დაწესებულებიდან, კერძოდ ალანიადან, რომელსაც პერიოდულობით სტუმრობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. თავის უწყებაში მომუშავე პიროვნებები, კერძოდ ჩხიტუნიძე დავითი, რომელიც შემდეგ ხელმძღვანელობდა გენერალურ ინსპექციას იუსტიციის სამინისტროში. ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმერეთის მხარის სამმართველოს უფროსი კოტე არჩაია, ასევე კონსტიტუციური დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი არევაძე
და სხვა პირები ასევე პერიოდულობით მოდიოდა როგორც უწყების ხელმძღვანელი ახალაია თავის მოადგილეებთან ერთად კერძოდ უცხრიგიძესთან და სხვა პირებთან ერთად. რა იცით იმ სიამოვნებაზე, რომელიც თითქოს ცოტა ხნის წინ მოვიდათ ხაჭავას, სამციაურს და ალანის პროცესში. დაპირისპირება სამტკიცებლად ძნელი რაღაცა, ძნელია, მაგრამ ამ თვისო, მაგრამ მოხდა კონკრეტული ფაქტი, რომელიც გამოჟურნა, რომ ურთიერთშორის მოვიდა უსიამოვნება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ იმ გარანტიების გამო ის გამოც სამციაური და ბიბილურძე იხდის საჯელს რეაქცია არ ჰქონდა და მოვიდათ უსიამოვნება. ანუ აკრაზე იმასაუბრა ძლებთან შეცელინა ძლებთან დაკავშირებით და იმ გარკვეულ ვადასთან დაკავშირებით რა ვადის შემდეგ ესენი უნდა გამოსულიყვნენ თავისუფლებაზე. არც ის ყოფილა ჭორი, რომ 27 წლის სანდროს მკვლელობისთვის გასამართლებული პირები განსაკუთრებული კვების რეჟიმით გამოირჩევიან. ღამის 3 საათზე გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ ორი პიროვნება ტაფით და სამწვადით ხელში ეგრეთ წოდებულ სასადილოში გაშლილ სუფრასთან შედის და გამოდის. თუმცა საყურადღებოა, რომ ამ სასადილოზე პასუხისმგებლობა ერთ-ერთ კომპანიას აქვს აღებული, რომლის თანამშრომლებიც უბრალოდ 6 საათამდე დაქირავებული მუშახელია. მაესტროს წყაროს ინფორმაციით, 4 VIP პატიმრის მომსახურე პერსონალი ეგრეთ წოდებული აბსლუგა 2 ადამიანისგან, პირადი მზარეულისგან და პირადი დამლაგებლისგან შედგება. მზარეული გია მუხიბულაშვილი და დამლაგებელი გია ბურჯანაძეა. ეს განთქმული თემაა. ხეობებით და თქვენ შეგიძლიათ ეს მაყურებლისთვის აი იქ მაცხოვრებლებიდანაც დარწმუნდებით, რომ მოიკითხოთ სიმღერისა და აი რაც ქეიფს მოყვება ანალოგიური სიტუაციის გართულებიდან ხმაურით მთელი ღამის განმავლობაში. ეს ადგილობრივი ეგრეთ წოდებული აბსლუგის თანამშრომლები არიან, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული უფლება, რომ შევიდნენ კონკრეტულ აი ამათ რო იტყვიან ამ ტერიტორიაზე მოემსახურონ და რაღაც პრივილეგიებიც არგებლობენ თავისთავად. ალბათ უადგილო არ იქნება თუ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენებთ იმ ადამიანის მკვლელობის საქმეს, რომლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს დღემდე მოიყვანა. საღამშვიდობისა მოგესალმებით ტელეკომპანია იმედის საკვირაო ტელეჟურნალ დროების სტუდიიდან. მე გიორგი თარგამაძე და ტელეიმედის ჟურნალისტები წარმოგიდგენთ 28 იანვრის დროებას. ზუსტად 1 წლის წინ ქართული საზოგადოება ზნეობრივ ზღვარზე აღმოჩნდა. ზუსტად 1 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომელიც ერთი შეხედვით კრიმინალურ ისტორიას გავდა. ზუსტად 1 წლის წინ გაირკვა, რომ ეს შემზარავი უსამართლობა სამართალდამცავების ხელდასმითაა ჩადენილი. ზუსტად 1 წელია საზოგადოება სამართალს ეძებს. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 2 სასამართლო პროცესი გაიმართა. ორივე მსგავსი შედეგით. მჯარდებულია 4 ადამიანი, მათ შორის დამკვეთები არ ფიგურირებენ. გვარებს მაშინაც ასახელებდნენ და ხმამაღლა ამბობენ დღესაც ისინი, ვინც ამ საქმის მთავარი მოწმენი არიან, მაგრამ როგორც ჩანს, თემი და სახვევი თვალზე კი არა ყურზე უკეთია. პოსტრევოლუციური საქართველოს ყველაზე სკანდალური და ღირსების საქმე 1 წლის შემდეგაც დაუსრულებელია. დიანა ტრაპაიძე გიამბობთ, ვინ გადალახა და ვინ ვერ ზნეობრივი ზღვარი. სანდრო ეს იყო ერთხელ ამერიკაში. სანდრო მაშინ ამერიკულ კოლეჯში სწავლობდა. მხოლოდ 20 წლის იყო. ეს მისი ოთახია თბილისში. გაჩერებული საათი, ველოსიპედი, რომელთაც კურს ტბაზე მხოლოდ 2 ჯერ მოასწრო ასვლა, თხილამურები გუდაურისთვის, ფოტოაპარატი, რომელთაც გერმანიაში მოგზაურობა ფირზე აღბეჭდა, მოგზაურობისას ნაყიდი ნივთები და ოჯახისთვის დღემდე უცნობი ქალის წარწერა კედელზე. ამ ოთახში შესვლა დღეს ყველაზე მეტად სანდრო გირგვლიანის დედას უჭირს. კარადაში შეხედვა მეშინია ამ კარადაში. იმისი სუნია. ძალიან განერვებული ვარ ეს დღები, წელი რო ზრუნდება, სულ გიჟათა ვარ გწეული, რომ ბავშვი 1 წელია თურმე არ მინაღავს. ველოდები, სასაფლაოზეც კი არ მინდა ასვლა, დიანა.
არ მინდა სასაფლაოზე ძალით მივყევარ ხალხს. მამა არ შეიძლება უნდა იარო, არ დავდივარ სასაფლაოზე ძალიან იშვიათად. არა მაგ საქმე სასაფლაოზე. ერთი წლის წინ ნინოობა იყო. სანდრო გირგულიანი ლევან ბუხაიძესთან ერთად შარდენ ბარში მეგობარი გოგოს სანახავად მივიდა. ის გოგო სხვა სუფრის წევრი იყო. იმ სუფრაზე ვასილ სანოძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. იანვარს 2 საათსა და 20 წუთზე ოქროყანაში მეგობრებმა მკვდარი სანდრო გირგულიანი იპოვეს. ორ დღეში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ინფორმაციით გირგულიანის მკვლელობა სვანურ გარჩევას მიაწერეს. ოჯახმა სიმართლე 3 დღეში იცოდა. საზოგადოებამ კი ცოტა გვიან დროებაში გასული რეპორტაჟის შემდეგ შეიტყო. ამ დროისთვის მაგიდასთან ისხენ ანა კალონდაძე Vasiko Tanoze, Takomira Bishvili, Data Khalaya, Guram Dunadze და ოლეგი. ეს იყო ყველაზე სკანდალური რეპორტაჟი, ყველაზე ხმაურიანი გვარებით, მომხდარის სრული სურათით. ჟურნალისტისთვის ეს იყო პროფესიული ღირსების ზღვარი. საზოგადოებას სიმართლე უნდა სცოდნოდა. რეპორტაჟის გასვლის შემდეგ მომდიოდა ტელეფონზე ტექსტური შეტყობინებები და ეს იყო ცარიელი ფურცელი. დაახლოებით 20 ტექსტური შეტყობინება მომივიდა, 20 მესიჯი წარმოედგინა, სადაც არაფერი არ ეწერა. და მომდიოდა როგორი ადამიანებისგან, იცი ვისაც ვინც ფიქრობს დღემდე რომ მათი ტელეფონები ისმინება, მესიჯები იკითხება და ასე შემდეგ. ცარიელი ფურცლები, უამრავ ცარიელ ფურცელს ვიღებდი და ვერ ხვდებოდი თავიდან რა ხდებოდა და მე თვითონ რო უყურებდი რეპორტაჟს. თათიასემ ნაწილზე რომ მივდიოდით ინტერვიუს ნაწილსაც გვარებს ასახელებს, ხოლმე ყურებზე ხელი ავიფარე. აი ეს არის სალონი. აი აქ ის და თათია. ყველაზე თამამი რეპორტაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი კომენტარი ნათია მიქიაშვილის სახლის პირველ სართულზე ჩაიწერა. თათია მაისურაძე მიცოდა, რომ ადვოკატის თანაშემწისთვის ვიდეო ჩვენება უნდა მიეცა. ასე დაიწყო სიმართლე სანდრო გირგულიანზე. მე ეს ყველაფერი ნათქვამი მაქვს წერილობითო. ის რაც მოგვიანებით ჩემ ინტერვიუში თქვა, სანდროს დაკრძალვის დღეს მე მივიყვანეს ქალაქის პროკურატურაში ან სამმართველოს შენობაში და იქ მაქვს წერილობით ინტერვიუ მიცემული და მე მახსოვს უთხარი, რომ წერილობითი შეიძლება განადგურდეს მეთქი და ჯობია რომ ფირზე იყოს დაფიქსირებული. თქო და სწორედ ამით დავითანხმდა მაშინ თათია ინტერვიუზე. მე აგვიდგინე აკროპანაში მყოფი მეოთხე ადამიანი და დადასტურებით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ოლეგ მელნიკოვი. მან გვიან, მაგრამ თქვა ის, რასაც სანდროს მკვლელობის დღიდან ელოდნენ. ნათქვამმა ვერ შეცვალა სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ შეცვალა საქმის არსი. გაავლო პირდაპირი ხაზი მკვლელებიდან დამკვეთებამდე. თქმას ნამდვილად არ ვერიდებოდი, ხა ჩემთვის სულ ერთი არის ამ შემთხვევაში, მელნიკოვი და სხვა ადამიანები. აქ უბრალოდ იმაზეა ლაპარაკი, რომ არ შეიძლება ისეთ ბოლომდე დარწმუნებული არ იყო და ადამიანზე ეგეთი რამე თქვა. და ამიტომ ვცდილობდი, რომ ბოლომდე სანამ არ დავწმუნდი, მე მანამდე მელნიკოვზე ეგეთი რაღაცა ვერ ვთქვა. სინამდვილეში რაც მოხდა, მართლა ყველა მის. და აი ეს უნდა მივიდეს ბოლომდე. ლევან ბუხაიძისთვის ყველაზე მძიმე წელი იყო. სინანულის გრძნობა აქვს, მაგრამ უპატიებელ შეცდომას ვერ ხედავს. აყლია საუკეთესო მეგობარი, მაგრამ მკვლელობა 1 წლის წინ არ ყოფილა მხოლოდ ერთი მეგობრის ტრაგიკული აღსასრული. 1 წლის წინ მისთვისაც მძიმე ცხოვრება დაიწყო. არავის არ უსურვებ ეგეთს. ერთ დღესაც. ერთადერთი არის ის, რომ ჩემი შვილები არიან ის ადამიანები, ვინც მე მეხმარება ხვალინდელი დღის იმედს, ვინც მე მაძლევს. სხვა არაფერი არ ხდება ჩემ გარშემო კარგი. არაფერი. ყველაფერი შეიცვალა, დაწყებულია. იგივე სამსახური, კარიერა, ყველაფერი, აბსოლუტურად.
პირველად ღია ეთერში უნდა გამოსულიყო დათა ახალაია, მაგრამ იყო პირობა, რომ ის უნდა ყოფილიყო ბოლო სტუმარი. ჩემთვის ეს პირობა არის მიუღებელი. მე ძალიან დიდ ბოდიშს ვხვდი ყველა ჩემს სტუმარს, მომდევნო სტუმარს. მე ვფიქრობ, რომ როდესაც ქვეყანაში ეს მკვლელობა მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს მაინც და ეს არის ჩემი ბოლო გადაცემა ჩემს. გირგულიანის კვლევებასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია გახდა რუსთავიორიდან ეკა ხოფერიას წასვლის მიზეზი. უკვე დაიღალა განმარტებებისგან რა თქვა და რატომ. მხოლოდ იხსენებს ემოციურ ფონს, რამაც მის პროფესიულ ცხოვრებაში სხვარი გაავლო. იმ ცნობილ პირდაპირ ეთერამდე და ეთერის შემდეგ. მე ხს რაღაც ინტერვიუ იყო ლევან ბერძენიშვილის. სწორედ ამ სასამართლო პროცესს უკავშირდებოდა. როდესაც რაღაც ესეთი თქვა, რომ აი ადამიანებს ზოგჯერ გონიათ, რომ რაღაცეები არის მუდმივია. არ არის მუდმივი და მე მგონი თქვენც ასე გონიათ კორესპონდენტს უთხრა. და აი ბოლო ემოცია იყო უკვე ის რაც აი მე ვთქვი ერთხელ, რომ უბრალოდ წარმოვიდგინე, რომ აი ამ გადაცემას უყურებს ეს ადამიანი, დედა, სანდროსი. და აი რა ვიცი, თქვი რას ვთქვი. სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. ასეთი თანამდებობის მიუხედავად არ მორიდებია აქციაზე გამოჩენას, სასამართლოზე მისვლას და ღია ეთერში იმის აღიარებას, რომ მერაბიშვილის ადგილზე გადადგებოდა. 7 წლის ბიჭის სადისტურად მოკვდინებას ყეში მით უმეტეს ძალოვანი სტრუქტურების ოფიცრების მიერ ეს არის უმძიმესი დანაშაული და ამ დანაშაულის ობიექტურად არ შეფასებამ შეიძლება ძალიან სერიოზული კვალი დაჩნიოს ჩვენ საზოგადოებას. Ფიქრობ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოში, იმდენად მწვავე, რომ მე რო ყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, მე ნამდვილად გადავდგებოდი. ივნისის ბოლოს მოხდეს 24-ში მომგონია 25-ში. დღეს ფიქრობს, რომ მისმა აქტიურობამ განსაზღვრა, რომ უკვე 7 თვეა ყოფილი მინისტრია. მთავრობაში ყოფნისას სანდრო გირგულიანის საქმე იყო მისთვის ზნეობრივი ზღვარი, რომელიც იმ ადამიანებთან გაავლო, რომელთაც ამ თემაზე გაჩუმება არჩიეს. ეს არის სახელმწიფო დანაშაული, ეს არის დანაშაული, რომლის უკან დგას მთელი სახელმწიფო აპარატი თავისი შესაძლებლობებით იმისთვის, რომ ეს დანაშაული იყოს მიჩქმალული, დაფარული, რაც ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა. ყველაფერზე ისეთივე პასუხისმგებელი ვარ, როგორც თუნდაც შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვინც ხელისუფლებას წარმოადგენდა. მაგრამ აი ჩემი მოხსნა იყო გარკვეული შვება. ხმაურიანის სასამართლოს ხდომები ორ ინსტანციაში. ორი განაჩენი ერთმანეთის მსგავსი. ხმაურიანი აქციები, 4 დაკავებული და საზოგადოების პროტესტი, სად არიან დამკვეთები. ეს უკვე აღარ არის ერთი ოჯახის ტრაგედია. შემოგვიერთდით. ჩვენ მოვითხოვთ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ჩვენ მოვითხოვთ შემსრულებლების და ორგანიზატორების დასჯას. გირგულიანის კვლევა გახდა კანონის სრულყოფილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. რამდენად სამართლიანად და დანაშაულის შესაბამისად უსჯიან სასჯელს აღიარებული დანაშაულისთვის. გირგულიანის კვლევა არის პრეცედენტი, როცა საქმესთან დაკავშირებული მაღალჩინოსნები ისე გადადგნენ, რომ დანაშაულთან კავშირი არ უღიარებიათ. მართალია სხვა მიზეზით, მაგრამ თანამდებობა დატოვა სუფრის კიდევ ერთმა წევრმა გურამ დონაძემ. სანოძე ახალაიას გადადგომის ოფიციალური მოტივი კი გამოძიებისთვის ხელის შეშლის შესაძლებლობის გამორიცხვა, თუმცა პოლიციელების კეთილშობილური ჟესტი ლოგიკას მოკლებულია. თანამდებობაზე დარჩა მთავარი პოლიციელი, რომლის მეუღლეც შარდენის სუფრის ერთ-ერთი წევრია. სასამართლო გამოძიების დასრულების შემდეგ კი არაა გამორიცხული თანამდებობაზე კონსტიტუციური დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელებიც აღადგინონ. მათ თანამდებობრივი უფლებამოსილება მხოლოდ შეჩერებული აქვთ. რევოლუციური ხელისუფლების ყველაზე დიდი კომპრომატი. გირგულიანის საქმემ ერთ-ერთი უპირველესი ადგილი დაიკავა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორც ნიმუშმა, ძალოვანი სტრუქტურების თავგასულობისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხისა.
ეს მძიმე 1 წლის დასასრულია. შარდენბარი დახურულია. შარდენის ბაღში კი ახლობლები, მეგობრები, პოლიტიკოსები, უბრალო ადამიანები შეიკრიბნენ. მათთვის სანდრო გირგულიანის საქმე ღირსების საქმეა. საქმე, რომელმაც რევოლუციის შემდეგ საზოგადოება ყველაზე მეტად აახელვა და საქმე, რომელიც საქართველოში უამრავი ადამიანისთვის იყო, თუნდაც ზოგჯერ გადაულახავი, მაგრამ მაინც ზნეობრივი ზღვარი. მკვლელობიდან 4 წლის შემდეგაც კი გაურკვეველია, რატომ არის საქართველო, რომელიც ამ მკვლელობას გადაყვა, ბალში ამ პირებთან, თუმცა საქართველოს გასასტუმრებელია ეს ვალი თუ ხელისუფლების ჯერჯერობით უცნობია. გირგულიანის თემა, მე ვთვლი, მე როგორც ჟურნალისტი ყოველთვის ვერიდები ხოლმე ჩემი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ ეს არის ის თემა, რომელზეც ნამდვილად მაქვს ჩემი პოზიცია და ეს პოზიცია ერთ კითხვაში შემიძლია მოვაქციო, რა საჭირო იყო ამ ადამიანებისთვის, თუნდაც შემსუბუქება სასჯელის. ეს მარტო მე არ გამიჩნდა ეს კითხვა, ძალიან ბევრ ადამიანს. ჩემი შენდამი პატივისცემის გამო, იმიტომ რომ გაფასებ როგორც ჟურნალისტი, როგორც ძალიან ისეთ გამბედავ ჟურნალისტს, მინდა გითხრა და პირველად ვიძახი ამას. არავისთვის არ მithქვი აქამდე. ეს ადამიანები გარეული არიან ჟვანიას მკვლელობაში. ეს კვალი, ეს ადამიანები მელნიკოვის ჩათვლით არიან გარეული ჟვანიას მკვლელობაში. როგორ ამას დაადგენს გამოძიება, მაგრამ კვალი მიდის მათთან. იმიტომ არის ეს მცდელობა, ჯერ 6 თვე მოუკლეს, ეხლა კიდე 9 მოუკლეს და პრაქტიკულად მაგათ უფლება აქვთ, რომ დღეს ხვალ გამოუშვან ისინი გარეთ. იმიტომ რომ ისინი გარეული არიან უამრავ ბოროტმოქმედებაში, რომელიც მერაბიშვილის ხელით არის ჩადენილი ამ ქვეყანაში და მინდა გითხრათ სრული პასუხისგებლობით, რომ ამ ადამიანებამდე მიდის კვალი ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით. იმიტომ მიდის ისეთი დაცვა მაგათი. ძალიან სერიოზული განცხადება მოვისმინეთ ახლა პირდაპირ ეთერში, ბევრჯერ გაკეთებულა თქვა განცხადება ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით, მაგრამ აი ესეთი ძირითადი ვანდარი მელნიკოვი და ის ადამიანები, ვინც დარჩნენ ასე ვთქვათ, ციხის გარეთ, მაგრამ ამ ადამიანებმაც იციან ინფორმაცია ამ უბედურების შესახებ. მელნიკოვი არის ძირითადი ჟვანიასთან მიმართ. ერთ-ერთი ძირითადი. ვიზამდეც კვალი მიდის, რაც ჩვენ დავადგინეთ აქამდე და იმ ბიჭებმაც მშვენივრად იციან იმ ღამეს რა მოხდა. ძალიან ხომ არ იტყვით რა მოხდა. არა, ვერაფერს მე არ გამომძიებელი ვარ, არც პროკურორი ვარ, ჩემო კარგო. მე შემიძლია ვარაუდების დონეზე ელაპარაკო და გარდა ამისა იმ ინფორმაციის დონეზე, რომელიც იქიდან ჟონავს და ეხლა კი არ ჟონავს უკვე გადმოედინება. ინფორმაცია სააკაშვილის გარემოცვიდან და სულ რო არ ვიყოთ ჩვენ, არც ხაინდრავა, არც გაჩეჩილაძე, არც გრეჩიხა პატარა, არც გამყრი, არც ალასანია, სულ რო არავინ არ ვიყოთ და ქართული საზოგადოება არ იყოს, აი ეს ნიაღვარი იმ ბოროტმოქმედების, რომელიც ჩადენილი აქვს და რომელიც მოედინება მისი გარემოცვიდან, აი ის წალეკავს მაგას და წალეკავს ძალიან მალე. 2008 წლის მერვე თვის 8 რიცხვში საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა ბოლო 10 წლების განმავლობაში. მაესტროს წყაროს ინფორმაციით, გირგულიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები, როგორც ჩანს, ქვეყნის გადაჭარბებული სიყვარულის მოტივით იმ დროს თავისუფლებაზე იმყოფებოდნენ. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გულუას სახელობის ყოფილი სპეცდანიშვილების რაზმის შენობაში. ეს ხდებოდა 13 აგვისტომდე. 5 დღის განმავლობაში ეს ადამიანები საერთოდ არ იმყოფებოდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს ის, აი თვითონ მსჯავრდებულების ახლა მესმის მე მათი მდგომარეობა იქ ვინც არის. თავისთავად ამაზე ღიად ვერავინ ვერ ისაუბრებს, მაგრამ 11 რიცხვში თვითონ ბაჩო ახალია ბუცხრიკიძესთან ერთად ბრძანდებოდა, მოადგილესთან ერთად შემოსული თითქოს და ყოფილი თანამშრომლებიდან აყალიბებდნენ სამხედრო ჯგუფს, რომელიც
ეგრეთ წოდებულ პატრიოტებს და თითქმის პატრიოტების ნახევარს გაამზადებინეს ეგრეთ წოდებული რაღაც სიები და თითქოს და მონაწილეობა უნდა მიეღოთ სამშობლოსთვის სამშობლოს დასაცავად და სინამდვილეში შემდეგ გააბარეს ის 4 ადამიანი, რომელიც 25 დღის განმავლობაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ და შემდეგ რასთან დაკავშირებულად მოხდა მათი დაბრუნება, ეს კიდე ცალკე სასაუბრო თემაა, იმიტომ დაბრუნ არ აპირებდნენ, იმიტომ იქ ელოდნენ რომ უნდა ყოფილიყო დიდი შეწყალება, ეგრეთ წოდებული, რომელშიც მოხდებოდა თითქმის იქ მყოფი და ჯავდებულების ნახევარი და თავისთავად ეს პიროვნებებიც. ჩემი ინფორმაციით გაჭავას ჰქონდა გადაკვეთილი საზღვარი, შემდეგ თითქმის 3 კვირის განმავლობაში ეს ადამიანები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, არ იმყოფებოდა ტერიტორიაზე არც ერთი ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელიც თავისთავად პატიმრებს ვერ უსწორებდა ალბათ თვალებს, იმიტომ რომ ეს ამხელა უსამართლობა უნდა დაემალათ. რამდენიმე წლის განმავლობაში გირგულიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების მისამართით ისმოდა გაუთავებელი ბრალდებები მათი თავისუფლებაზე ყოფნის შესახებ. ბოლო პერიოდის განმავლობაში მაესტროს ინფორმატორმა ამ საქმისადმი მოჭარბებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო გადაწყვიტა გაერკვია მოძრაობდნენ თუ არა მკვლელობისთვის გასამართლებული პირები ქალაქში თავისუფლად. გია ალანიას გარშემო ბრუნავს, იმიტომ რომ ეს სამსახური, როდესაც ჩამოყალიბდა ერთ-ერთი პირველთაგანი აი ამ სამსახურის სტრუქტურულ შექმნაში დიდი წვლილი აქვს მიღებული, როგორც სტრუქტურის შექმნაში თვით ალანიას. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაყოფის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ეგრეთ წოდებული პირველი ანალიტიკური სამმართველოს და ანალიტიკური და დაგეგმვის სამსახურის უფროსი, რომლის გარეშეც არც ერთი ოპერაცია არ ტარდებოდა, არც რეალური და არც დადგმული. აუცილებლად დღემდღე ეკითხებიან ჭკუას და არა მარტო ჭკუას, თვითონ გადაწყვეტილებებს იღებს თვითონ. სად რჩება, სად მოძრაობს ეს ადამიანი? ძირითადად საბურთალოს ტერიტორია. მოდულის საცხოვრებელი ბინა, მოდული,ავლაბარი. 7 ნოემბერს იქ იყო განსაკუთრებული სიტუაცია. რაღაც უწყების თანამშრომლები ჩვეულებრივ ტელეფონებით, იარაღით, მანქანებით არ იყო გართულება. ტელეკომპანია ალანიასთან დაკავშირებით გადაფორმება მოხდა, მე ნამდვილად ვიცი დავით კაკაურიძის სახელზე რაღაც შუალედურ მომენტში. ეს სანდო პიროვნება ამოირჩა იქიდან, რომ ესევ და ისევ ურთიერთობა ჰქონდა ბატონ სოსოსთან, დოფურიძესთან. სამეზობლო ურთიერთობა ეს პიროვნება თვითონ ცხოვრობდა აღნიშნულ корпуსში. კადრებში ჩანს როგორ თავისუფლად გადაადგილდება ეს ტერიტორიაზე. მისთვის ადმინისტრაციის შენობაში, რომელიც განცალკევებით დგას, არის ჩვეულებრივი სამუშაო ატმოსფერო შექმნილი, რომ განახორციელოს თავისი საქმიანობა, რასაც ახორციელებდა წლების განმავლობაში. პირველ ანალიტიკურ სამმართველოში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში. მაგრამ პრინციპით ხდებიან იქ სხვა პატიმრები. სხვა პატიმრები ხდებიან გამორჩევით, აი კონტინგენტის შერჩევა მიმდინარეობს, თავისთავად პიროვნების შესწავლით დაწყებული, თუ რომელიმე ერთ-ერთი მათგანი წინააღმდეგია, ეს პიროვნება იქ ვერ მოხდება ვერანაირად. ფაქტიურად ციხის დაწესებულების დირექტორი იქ ვერ წყვიტავს ვერაფერს. ამ კადრებზე კარგად ჩანს, რომ ავტომობილები, რომელიც ჩვენი წყაროსვა ინფორმაციით მსჯავრდებულების ოჯახებს ეკუთვნით, გვიან ღამით დაორბენ ციხის ტერიტორიას და გამთენიისას ბრუნდებიან. პირველი რაც ბადებს ეჭვს ამ მანქანების მძღოლების მიერ დაცული უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია. არასდროს ჩანს ვინ ჯდება მანქანაში ან ვინ გადმოდის. სადარბაზოსთან ავტომობილის დაყენების დროსაც კი სადარბაზოსა და მანქანას შორის დაცილება სულ რამდენიმე სანტიმეტრია, ისე რომ ვერავინ დაინახოს, ვინ ჯდება ან გადმოდის მანქანიდან. რაც და იმ ავტომობილებზე რომელი მარკავის ეკუთვნის ხომ არის ეს შემთხვევით და რა ავტომობილებია? ძირითადად მოძრაობს ემელი, შავი ფერის 111 ნომერი, რომელიც ეკუთვნის ხაჭავას ოჯახს, ვერცხლისფერი მერსედესი 3.7-იანი ეკუთვნის ბიბილურიძის ოჯახს, ესევე Volkswagen ვერცხლისფერი Passat-ი, Hammer-ის ტიპის ჯიპი სერიით URO 002 შავი ფერის
ეს ოფიციალური ოჯახის საკუთრება, ასევე იაპონური წარმოების Mitsubishi-ის ჯიპი ANA 203, რომელიც ისე ოფიციალური ძმის საკუთრებაა და ძირითადად იქ ვერ მოძრაობა ხდება ღამის საათებში. როდესაც აკრძალულია ყველა ტერიტორიაზე ყველანაირი ურთიერთობა. შეიძლება თქვა თუ ამ მანქანებში მოძრაობენ ეს ოთხები და გადაადგილდება. ამის მტკიცება ეხლა ძნელია, მაგრამ თვითონ კადრებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება ალბათ თვითონ მაყურებელმა უნდა მიიღოს. მე მაქვს აი კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ მომენტებთან დაკავშირებით, სად რატო და ვისთან ერთად იმყოფებოდა იმ მომენტში. კონკრეტულად აი ვერცხლისფერი ფერის RAV4-ის Toyota-ს მარკის ჯიპით, რომელიც ფიქსირდება ნუცუბიძის მეოთხე კვარტალში, ალანია იმ დღეისთვის იმყოფებოდა სახლში ოჯახთან ერთად. შეიძლება გამოვიდნენ ერთი მანქანი, შემდეგ რაღაც ეს უკვე მათი ის არის გამოცდილებიდან გამომდინარე, გამოდის თქვათ ერთი მანქანა, ორი პიროვნებით, რომელიც შემდეგ ცალ-ცალკე ნაწილდებიან, იშლებიან რა ეგრეთ წოდებული. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოფირის ნამდვილობა და ზურგიდან ჩაწერილი პიროვნების სიტყვების ჭეშმარიტება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლიათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ეს რეპორტაჟიც იმისთვის მომზადდა, რომ ყველასთვის ცნობილი საიდუმლოს კიდევ რამდენიმე დეტალს ფარდა ახდოდა. დემოკრატიულ ქვეყნებში ამ რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტებით ძალოვანი უწყებები აუცილებლად დაინტერესდებოდნენ. გადაამოწმებდნენ ყველა იმ ავტომობილის სანომრე ნიშნებს, რომელიც იქნა გადაღებული. გაარკვევდნენ საიდან და რატომ სარგებლობენ მკვლელობისთვის გასამართლებული პირები მობილური ტელეფონებით. რატომ სტუმრობენ მათ ისეთი მაღალჩინოსნები, როგორიცაა სოსო თოფურიძე და რას ჩუქნიან მათ თანამშრომლები. არსებობს ინფორმაცია, რომ გირგვლიანის მკვლელები პერიოდულად ტოვებენ ციხის დაწესებულებას და გარეთ. ინფორმაცია არ დადასტურებულა, ამიტომ ჭორებთან დაკავშირებით კომენტარს არ გიხდით. მაგრამ ისიც არსებობს, რომ ისინი სარგებლობენ განსაკუთრებული წესებით, მობილური ტელეფონით ქეიფობენ, შედიან მათთან მნახველები და ასე. იგივე შემიძლია გითხრათ, ჭორებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, თუ ვინმეც აქვს დადასტურებული ფაქტები, ამაზე შეიძლება მეჯვრის. უფრო კარგად უნდა მომზადოთ კითხვა, რომელსაც დაუსვათ, რა თქმა უნდა, რესპონდენტი კვალიფიციური პასუხი მიიღო. იმის შესახებ ტყუილია და ისინი არიან იგივე აბსოლუტურად პირობებში, რაც არიან სხვა პატიმრები. ჩვენ ასეთ ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ თუ შეკითხვა არის და ეს შეკითხვა როგორც წესი ჩვენთან შემოდის წერილობით, რა თქმა უნდა ჩვენ გავიგებთ მაგას, ეგ არ უნდა იყოს დიდი პრობლემა. აქვს თუ არა მათ ამის უფლება, რომ ტოვებდნენ ციხის ტერიტორიას და მასთან შედიოდნენ თითქმის ყოველდღიურად მნახველები? თქვენ რა შეკითხვა მომეცით, როგორც ჩანს არა აქვთ. თქვენი შეკითხვიდან ჩანს. ავადიდებინე ბოლო სურათია გერმანიაში გადაღებული 2 კვირის მერე დამღუპეს. ამ საქმის 4 წლის ყურადღების მიღმა გატარების მცდელობამ საქართველოს დღევანდლამდე მოიყვანა. იქნებ ის გამოსავალი, რომელსაც ვერც ერთი მხარე ვერ პოულობს კანონზომიერი მართლმსაჯულების აღდგენაშია, კოლელების დამკვეთების და მათი მფარველების დასჯაში თუ რა თქმა უნდა ასეთები არსებობენ. მიწამეს 14 ჭრილობა მიაყენეს და მოკლა არ გვინდოდაო. 14 ჭრილობას კაც რო აყენებ შეიძლება იქ თქვა რომ მოკლა არ მინდოდაო. ხო უნდა გააგიჟდე ხალხო, ხო უნდა გადაირიო. ყველაზე ბედნიერი რო ვიყავი მაშინ მომკლეს მე მაშინ. ხალხო. უბედნიერი ყველაფერს რომ მივაღწევ, სადრო კაცი გამიზარდა და მაშინ მომკლეს, ხალხო მაწამეს და ისე მომკლეს. მე ვარ სანდრო დღეს, მე სანდროს მაგირად ვიბრძოლებ. სანდროს ოჯახის 5 წევრი მისი სიკვდილიდან 2 წლის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალა.